ამ 3D პრინტერს თავის ფლეშკაზე მოყვა რამდენიმე სატესტო ფაილი. ერთ-ერთი იყო აი ეს სასტოენის აწყობის და ძალიან პრაქტიკულია და კარგია. კარგად იბეჭდება ხოლმე ყოველთვის. და თვითონ პრუსას კიდევ არის სხვა ფაილები, რომლებიც არ დამიბეჭდავს. სასტოენს ბეჭდავდი ხოლმე, სულ ზოგიერთი არის 4 საათიანი და ვერასდროს ვერ მოიცალე, რომ ეგენი დამებეჭდა და კი მაინტერესებს რა არის, იმიტომ რომ ზოგ ფაილს რომელსაც მე ვბეჭდავ, თავისი 3D ვერსია უჩანს ხოლმე დასაწყისში. ამათ არ უჩანს, რაც ჩატვირთულია და ძალიან მაინტერესებს. ამას პირველად ვბეჭდავთ. ამ გაუბედურებულ დაფაზე ან წებოები მაქვს ზედ მიმხმარი და არ გაგვიწმენდია კარგახანია. პირთ ახალს ვამატებთ ხოლმე და რაღაცნაირად აღარ იწმინდება კარგად ეს დაფა და შევცვალე ამას წინათ, მაგრამ ის ცოტა უფრო დიდია და რაღაცა მგონია მეტ ენერგიას ხარჯავს უფრო მძიმე და დიდ დაფაზე. ასევე ამასიათ ვიდეო მედორო იქ ლურჯ კაბელთან, ლურჯ იზოლაციასთან ცეცხლი გაუჩნდა და ის ნატურა აღარ ანათებს ხოლმე, როცა იბეჭდება, მაგრამ აი ესე მაინც ბეჭდავს. მაინც კარგად მუშაობს, რეკომენდაციას გავუწევდი ამ პრინტერს. კარგად ვუყურებთ მაქსიმალურად, გარკვეული პრობლემები აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ხედავთ რა კარგად ბეჭდავს. და ეს მასალა რაც შევიძინეთ, ეს ახლა თემოდან გამოწერილი. ორი მასალა დავამატეთ. ესეთი ოქროსფერი და თეთრი. კიდევ ველოდებით ერთი შავსის 1 კილოგრამია და სახმელეთო გზით მოდის. ზარმაც მოგვისწრო დაგემშვიდობებით.